მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებასთან დაკავშირებით განუცხადა. კობახიძე ყველას მოუწოდებს საქართველოს კონსტიტუცია და მისი პრინციპები დაიცვან. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის. იმედია მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება. განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ქვეყანაში ვალუტის კარგი ძლიერი შემოდინებაა, სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც. თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ანუ ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, რეზერვების მოცულობაზე არა მხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა ახდენს გავლენას, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება. კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუსის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს. აქედან გამომდინარე დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი. ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობების პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის კარნახით მოქმედებენ. დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ამის შესახებ მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტში მედიის შესახებ კანონის ინიცირებას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით ეს არის თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. ამაზე ნამდვილად ძალიან ვღელავდა, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ზღუდავს. ვფიქრობ, ნათელია, რომ ესაა თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. ქართულმა ოცნებამ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შესაკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია, განაცხადა მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა. ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ხალხთან ერთად ვართ და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჩგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. არჩევნები იყო გამჭვირვალე და დაირღვა ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის ფარულობა. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ რეჟიმი იმავეს ან იმაზე უარესს არ გააკეთებს. ამიტომ ჩვენკენ ხელის გაშვერა არ უნდა ხდებოდეს ხელი რეჟიმისკენ, რომელმაც საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, განაცხადა მანჩგალაძემ. ჯარიმები ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჯარიმას ვიყენებთ არა როგორც წნეხს, არამედ როგორც პრევენციას. ეს იქნება კარგი პრევენცია, რომელიც ამ მზარდი დარგის პროპორციულია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბანკებისთვის ჯარიმების ზედაზღურის გაზრდასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეროვნული ბანკის მიზანი დარღვევის პრევენციაა. ჩვენ გავზარდეთ ჯარიმების ზედაზღვარი, თუმცა რა თქმა უნდა შენარჩუნებული გვაქვს ეს გრადაცია. ამიტომ იშვიათად ვიყენებთ მაქსიმალურ ზღვარს, მაგრამ გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას. სხვა განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში გაცილებით უფრო მკაცრი მიდგომაა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ხმათა უმრავლესობით ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-თავმჯდომარე დაირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით სემეკის წევრი აღნიშნულ პოზიციას 2026 წლის სექტემბრამდე დაიკავებს. როგორც ვიცე-თავმჯდომარე გიორგი ფანგანი ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს უხელმძღვანელობს, რომელიც 2026 წელს თბილისში პირველად გაიმართება. ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველოს დატოვა. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც რამიშვილი ინტერვიუში ამბობს, მას ციხით დაემუქრნენ. მისივე განმარტებით საუბარია სამოქალაქო დავაზე, რომელიც რამიშვილის მიერ 2019 წელს შეძენილ ბინას ეხება. ახლა კი ბინის თავდაპირველი მფლობელის ნათესავები ადავებიან. მივმართავ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანს გამოყო ჯგუფი და მოიკულიონ ამ საქმეში გამოძიებას რა მტკიცებულებები აქვს და თუ სამართლიანობაზეა საუბარი, შეწყვიტონ ეს თითიდან გამოწვეული იდიოტიზმი. მე ალბათ ძალიან დიდი ხნით წავალ საქართველოდან არა როგორც ტურისტი, არამედ ადამიანი, რომელიც მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა. ძლივს ჩაუვარდათ შანსი, რომ ადვოკატთა კორპუსის გაშავება ჩემით დაიწყონ, ამიტომ ვტოვებ მე საქართველოს, განაცხადა რამიშვილმა. სინოპტიკოსების პროგნოზით 11-13 მარტს საქართველოში თბილი და უნალე ქვამიდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით 23 და 25 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში 11-13 მარტს უმეტესად უნალე ქვამიდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24-26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 11-13 მარტს უმეტესად უნალე ქვამიდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 22-27 გრადუსი დაფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ტრამპს არ უყვირს პუტინის მზარდი თავდასხმები უკრაინაზე და აცხადებს, რომ სხვაც ასე მოიქცეოდა. ამის შესახებ შვედეთში ლიეტუვის ელჩი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი X-ზე წერს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეუჩერა. ტრამპს არ უყვირს პუტინის მზარდი თავდასხმები უკრაინაზე. სხვაც ასე მოიქცეოდა, როგორი სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება ხვალჯიდაში. მოგვარების შესახებ თუ კაპიტულაციის შესახებ, წერს ლიეტუველი დიპლომატი. შეგახსენებთ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშიშის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ისრაელმა ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა დავიბრუნოთ ყველა მძევალი და უზრუნველყოთ, რომ ჰამასი აღარ იყოს ღაზას სექტორში, განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა. ჰამასმა თავის მხრივ ისრაელის ხელისუფლება იაფასიან და მიუღებელ შანტაჟის ტაქტიკაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, ჰამასა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის პარალელში, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და 8 მძევლის ცხედარი გადასცა. ისრაელმა სანაცვლოდ დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის პირობად ღაზას სექტორის სრულ დემილიტარიზაციას და დარჩენილი 58 მძევლის, მათ შორის როგორც ცოცხლების, ასევე დაღუპულების გადაცემას აყენებს. თავის მხრივ ჰამასი ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ითხოვს. დონალდ ტრამპის განცხადებით შეერთებულმა შტატებმა თითქმის დაასრულა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერება და რომ ის კარგ შედეგებს ელის საუდის არაბეთში ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებებიდან. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. შეკითხვაზე განიხილავს თუ არა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერების შეწყვეტას დონალდ ტრამპმა უპასუხა, თითქმის დავასრულეთ. ამასთან როიტერსი წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები სამშაბათ საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, რათა დაადგინონ მზად არის თუ არა უკრაინა მატერიალურ დათმობებზე წავიდეს რუსეთთან ომის დასასრულებლად. გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ ჯედაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზეა ასევე დამოკიდებული ვაშინგტონსა და კიევს შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმების გაფორმების ბედი. ტრამპმა დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. ვაპირებთ დიდ პროგრესს მივაღწიოთ, ვფიქრობ ამ კვირაში, აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამარას ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას შეუტია, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი ასტრა ავრცელებს. ამასთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ტელეგრამ არხ შოთს განუცხადეს, რომ ქარხნის თავზე რამდენიმე აფეთქება მოხდა და ცაში უპილოტო საფრენი აპარატისთვის დამახასიათებელი ხმები ისმოდა. მათივე ინფორმაციით ძლიერი აფეთქების ხმა ადგილობრივი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მიმართულებიდან ისმოდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ერთ-ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის საწარმოს სიახლოვეს ჩამოაგდეს. სამარას ოლქის გუბერნატორი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმის მცდელობა წარუმატებელი იყო და ნგრევა ან დაზიანება არ მოხოლია. სამი დრონის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხანძარი ან დაზიანება არ ყოფილა, ყველაფერი ნორმალურ რეჟიმშია. ამტკიცებს გუბერნატორი, მაგრამ არ აკონკრეტებს თუ რომელი საწარმო იყო თავდასხმის ამიზნე. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.